მომავლის ბანაკები პატრიოტების ნაცვლად სიახლეზე სახელმწიფოს რამდენიმე უწყება მუშაობს და ბანაკში მხოლოდ სკოლის მოსწავლეებს მიიღებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კი პატრიოტების შესახებ კვლევას აქვეყნებს. რა გზებით ხვდებოდნენ ახალგაზრდები პატრიოტთა ბანაკებში? ქეთი ბრაჭული მუშაობდა თემაზე. პატრიოტთა ბანაკის მთელი კონცეფცია და ფუნქცია რა არის? აქ მოყავს ბავშვები, რომლებიც არ არიან შეძლებული ოჯახებიდან. მიხეილ სააკაშვილი პატრიოტებს ბანაკის შექმნის კონცეფციასა და იდეას უხსნის. პრეზიდენტი განმარტავს, რომ ეს ახალგაზრდები ანაკლიის საზაფხულო ბანაკში მხოლოდ მათი სოციალური სტატუსიდან გამომდინარე მოხვდნენ. აქ მოყავს ბავშვები, რომელთაც სხვა მხრივ შესაძლებლობა რომ სამნე წავიდნენ და ფეშენებულ ყურძნზე დაისვენონ არ ჰქონდათ. პატრიოტთა ბანაკები პროგრამა, რომელიც პოლიტიკური წრეების დაპირისპირების მიზეზი არაერთხელ გახდა. პოლიტიზებული პატრიოტობა, ანუ რა გზებით ხვდებოდნენ ახალგაზრდა სტუდენტები საზაფხულო ბანაკებში. საკითხი ამჯერად საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეისწავლა. საქართველოს ხელისუფლება 2005 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ყოველწლიურად ახორციელებდა ახალგაზრდულ პროგრამას პატრიოტი. ჩვენი ინფორმაციით ამ პროგრამის მონაწილეთა შერჩევა პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა, რაც სახელმწიფო სახსრების მმართველი პოლიტიკური გუნდის სასარგებლოდ გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა ორი ძირითადი პრობლემა: პროგრამის პოლიტიკური შინაარსი და სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა. პროგრამის მონაწილეთა შერჩევის ბუნდოვანი პროცედურები. პატრიოტთა შერჩევის ბუნდოვან და გაურკვეველ ტრადიციებზე საუბრობს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრიც. თუმცა ლევან ყიფიანი ამბობს, რომ ამჯერად საზაფხულო ბანაკებში პოლიტიკური ნიშა აღარ იარსებებს. მინისტრი განმარტავს, რომ წელს მონაწილეთა შერჩევისას უპირატესობა წარჩინებულ, დევნილ და სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს მიენიჭებათ. ჩვენ მომავალში გავაგრძელებთ იმის გაკეთებას, რასაც ვაკეთებდით, სადაც პოლიტიკური ნიშნით შერჩევა ახალგაზრდების არასდროს არ მოხდება. პრიორიტეტების მიხედვით მოსწავლეებზე გავაკეთეთ აქცენტი და ეს მოსწავლეები იქნებიან ჩვენი ბენეფიციარები. მომავლის ბანაკი პატრიოტთა ბანაკის ნაცვლად. სახეშეცვლილ პროგრამაში მიმდინარე წლიდან მხოლოდ სკოლის მოსწავლეები ჩაერთვებიან. ახალგაზრდების საზაფხულო დასვენებისთვის ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსთან ერთად მარგველაშვილის უწყებაც იზრუნებს. მომავლის ბანაკს სახელმწიფო სამსახურები ერთობლივი მუშაობის შედეგად შექმნიან. ჩვენ გამბუნებრივია დავეხმარებით კოლეგამ სამინისტროებს იმაში, რომ ეს განხორციელდეს ეფექტურად. პატრიოტთა ბანაკის განახლებას პრეზიდენტიც მიესალმება, თუმცა ქვეყნის პირველი პირი ხელისუფლებას პატრიოტული სიმბოლიკის განადგურებაში ადანაშაულებს. ადგილობრივ ხალხს უთქვამს, რომ 3000 პატრიოტთა მაისური კეპკი, რომ ძალამაზ კეპრები, მოგვეცდოთ თუ არ გჭირდება თუ და ცივი უარი უთხრეს და გაანადგურეს. პატრიოტთა სიმბოლიკა გაანადგურეს დიდი სამბით. როგორც იდეოლოგიურად მავნე რაღაცა მასალა. პრეზიდენტის ბრალდებას ლევან ყიფიანი უარყოფს. მინისტრმა დღეს ფოტომასალა წარმოადგინა, სადაც ჩანს, რომ პატრიოტული სიმბოლიკის მქონე მაისურები ბანაკის საწყობის ტერიტორიაზე აწყვია. ყველა ის ნივთი, რომელიც დაგვდა იქ არის დასაწყობებული და მე აგერ გუშინდელი მოწოდებული ფოტოები შემიძლია განახოთ. აგერ ფოტოები, სადაც დასაწყობებული ეს ნივთები აწყვია. რა ნიშნით ხვდებოდნენ ახალგაზრდები ბანაკებში და ქონდა თუ არა პროგრამას პოლიტიკური შინაარსი. საერთაშორისო გამჭვირვალობა პროკურატურას ამ თემით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.